და სტანდარტები უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ. მარნეულში 20 დევნილ ოჯახს ლტოლვითა და განსახლების მინისტრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცეს. შესახლებამდე რამდენიმე დღით ადრე ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით გადანაწილდა და ამის მიხედვით გამოვლინდა თუ ვინ რომელ სართულზე მიიღებდა საცხოვრებელ ფართს. ყოფილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით განახორციელა. დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტზე, რომელშიც ბინა მიიღო 24 დევნილმა ოჯახმა. ესენი არიან აფხაზეთიდან, ძირითადად სოხუმიდან და გარკვეული ნაწილი სამაჩაბლოდან. გასული 1 წლის მანძილზე აი ამ ობიექტის ჩათვლით უკვე არის 926 ოჯახი, 926 ბინა, რომელიც ჩვენ გადავეცით დევნილებს. პროექტის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია და ახალი ხელისუფლების პირობებში ყველა ძველი დაწყებული მშენებლობა გრძელდება, სრულდება და ახალი პროექტები იწყება. დღეს ჩვენ 24 ოჯახს დევნილებს გადავცემთ ბინებს, მაღალი ხარისხის მშენებლობა მივიღეთ. და მიგვაჩნია რომ ზუსტად ესე უნდა გავაგრძელოთ, უნდა რაც შეიძლება მეტი ოჯახი დავაკმაყოფილოთ.